ზუსტად 1 საათში უნდა დაიწყოს სასამართლო პროცესი 11 პირის და მათზე სწორედ მოსამართლემ უნდა იმსჯელოს დატოვებს თუ არა პატიმრობაში თუ გაათავისუფლებს. ადვოკატები ამბობენ, რომ დღეს წესით უნდა შეწყდეს საქმე, არსებით განხილვაშიც კი არ უნდა გადაეცეს, რადგან რეალური მტკიცებულებები არ აქვს პროკურატურას წარდგენილი, ხოლო ის მტკიცებულებები, რაც საქმეს აქვს დართული, არის დარღვევებით მოპოვებული. შესაბამისად, მოსამართლემ უნდა გაითვალისწინოს ყველა ეს გარემოება და საქმე დღესვე უნდა შეწყდეს. რაც შეეხება ანდრო ჭიჭინაძის საქმეს, მისი ინტერესების დამცველი გვეუბნება, რომ სტრასბურგის სასამართლოში უკვე გადაცემულია საქმე. ისინი ითხოვენ ევროსასამართლოსგან, რომ დაადგინოს მისი უფლებების დარღვევა. 5 მუხთან დაკავშირებით არის დარღვევებთან დაკავშირებით გადაცემული. მათ შორის არის ის, რომ ირღვევა სამართლიანი სასამართლოს პრინციპი და დაკავების დღიდან დღემდე საგამოძიებო მოქმედებები უკანონოდ არის ჩატარებული. შესაბამისად, მოლოდინი აქვს ადვოკატებს, რომ ანდრო ჭიჭინაძის შემთხვევაში ევროსასამართლო დაადგენს მისი უფლებების დარღვევას. სამართლო განიხილავს მხარეების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხს, ამიტომაც არის შემხებლობაში ეს მტკიცებულებების საქმესთან, ასევე რა პროცესუალური დარღვევებით არის ისინი მოპოვებული, დაერთოს თუ არა ისინი საქმეს, ხვალ განიხილავს ასევე ბრალდებულები, როგორც ანდრო ჭიჭინაძე, ასევე სხვა პირების ინდისის პატიმრები დატოვოს თუ არა პატიმრობაში, შეუცვალოს თუ არა მათ აკოთე ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობა. ამ საკითხებზე იმსჯელებს და თავარი რაც არის საქმე რამდენად არის მზად იმისთვის, რომ ის გადაეცეს უკვე არსებითად განსახილულად სხვა მოსამართლეს. პროცესი უნდა დაიწყოს 12 საათზე და უკვე დაიწყეს საქალაქო სასამართლოში შეკრება ოჯახის წევრებმა სინდისის პატიმრების. მათი სურვილია, რა თქმა უნდა, რომ მათი შვილები გათავისუფლდნენ პატიმრობიდან, თუმცა იმ პროცესების გათვალისწინებით, რასაც დღეს ქვეყანაში უყურებენ, მოლოდინი არ აქვთ, რომ სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე, ან გაათავისუფლებს და ასე გააგრძელებს არსებით განხილვას, ან საერთოდ შეწყვეტს საქმეს. როგორც ამბობენ, ერთ-ერთი სანქცირებული არის სწორედ პროკურორი, საქმის პროკურორი ვაჟა თოდუა, რომელიც სწორედ ესტონეთმა დაასანქცირა და დასანქცირების მოტივი იყო ადამიანის უფლებების დარღვევა. შესაბამისად, ყველა მათგანი თვლის, რომ მაშინ, როდესაც პარტნიორები ხედავენ, რომ ეს საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული, სანქცირებული პროკურორია, აუცილებლად უნდა შეწყდეს ახალგაზრდების წინააღმდეგ დაწყებული საქმე და 11-ვე მათგანი დღესვე სასამართლო დარბაზიდან უნდა გათავისუფლდეს. ვინც იცნობს ლუკას, ყველა მიცის, რომ ძალადობა ლუკასთან ძალიან შორს არის მართლა და რა მოლოდინები, ან კარგი მოლოდინები სამართლა რო გითხრათ არ მაქვს. დღევანდელი სასამართლო მონებით არის სავსე მართლა და მე ვფიქრობ, რომ დღესაც დატოვებენ მაინც ჩვენ ბიჭებს სამწუხაროდ, მაგრამ სამართალი მაინც იზაიმებს. აქედან მოვიკითხავ ლუკა ჯაბუას, მეგობრებო, რომ გამაგდი, შენთან ვართ, შენთან ვიქნებით ყოველთვის, ვიბრძოლებთ შენთვის და ძალიან გიყვარხარ ყველას. ჩემი სურვილი, რა თქმა უნდა, ის არის, რომ დარბაზიდანვე განთავისუფლონ, მაგრამ ასე რომ არ იქნება ვიცი. თუმცა აი მოლოდინი რა გითხრათ, იცით, იმდენად არაპროგნოზირებადი სიტუაცია, ვერაფერს რა ვიფიქრო, რისი იმედი მქონდეს თქვათ, რისი არა, ვერ გეტყვით. თქმა უნდა, როდესაც ესეთი მოვლენა ხდება, ვიღაცის დასანქცირება, ამას ყოველთვის აქვს საფუძველი და ხა პროკურორის დასანქცირება ალბათ აი ამ საქმეების გამო. მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეზეა რეალურად დღეს დამოკიდებული, დატოვებს თუ არა 11-ვე მათგანი პატიმრობას, თუ დარჩებიან კვლავ პატიმრობაში და გაგრძელდება თუ არა მათი საქმე. ახლა ყველა სწორედ შვანგირაძის გადაწყვეტილებას ელოდება, ან რას დაურთავს მტკიცებულებებად, რას დატოვებს და დაუშვებს უпростоრად მტკიცებულებებს, როგორც დასვის მხარის, ასევე პროკურატურის, რადგან როგორც ადვოკატები ამბობენ, არსებობს არაერთი ახალი გარემოება, რის გამოც დაკავებულები დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ.